რა იყო ენიგმა? ერთი შეხედვით უბრალოდ კლავიშებიანი ყუთი. შიგნიდან დაშიფრული მექანიზმით, რომელიც ჰიტლერის იმპერიას უხილავი ფარევით ედგა. ეს იყო მანქანა, რომელსაც გერმანელი სამხედროები იყენებდნენ კოდირებული შეტყობინებების გადასაცემად. ერთი შეხედვით უძლეველი ენიგმა ყოველდღიურად ცვლიდა საკუთარ შიფრს, რაც თითოეულ დილის მზესთან ერთად ახალ კედლად იქცეოდა მოკავშირეებისთვის. ჰიტლერი დარწმუნებული იყო, თუ შეტყობინება ენიგმითაა დაშიფრული, ის უსაფრთხოა. არავინ და ვერასდრო შეძლებდა მის გაშიფრვას. მაგრამ როგორც ყველა იმპერიას ენიგმასაც ჰყავდა თავისი კრიპტონი. ენიგმას ისტორია იწყება პირველ მსოფლიო ომამდე. თავდაპირველად ეს იყო კომერციული მოწყობილობა კომპანიებისთვის, ბანკებისთვის და დიპლომატიური კავშირებისთვის. მაგრამ გერმანიის სამხედროებმა მალევე გააცნობიერეს მისი პოტენციალი. 1930-იანი წლებიდან უკვე მთელი ნაცისტური არმია ენიგმას იყენებდა. ავიაციიდან წყალქვეშა ფლოტამდე. შეტყობინებები მიდიოდა ფრონტის ხაზზე, გენერლებიდან გენერლებამდე. ყველა მათგანი დარწმუნებული იყო, რომ მათი სიტყვები უკვდავ სიშვუმეში იკარგებოდა. და მართლაც თავდაპირველად ეს ასე იყო. მოკავშირეები უსუსურად ცდილობდნენ კოდების გატეხვას. ყოველი კომბინაცია ახალ კედელს აწყდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ყოველდღიური ცვლილებების გამო დაშიფრული შეტყობინებების წაკითხვა 24 საათში სრულიად შეუძლებელი ხდებოდა. ამ ყველაფრისთვის კი საჭირო იყო გენიალური გონება. და სწორედ აქ ჩნდება ალან ტიურინგი. ბრიტანელი მათემატიკოსი, უცნაური, ჩაკეტილი და გენიალური. მან ბლეჩლილ პარკში შეკრებილ სხვა კოდმტეხველებთან ერთად შექმნა მანქანა, რომელიც ენიგმას მანქანის ლოგიკას იმეორებდა. ავტომატური გამოთვლებით სავსე, ის ეძებდა კომბინაციებს, შესაძლებლობებს და ბოლოს სუნთქვას აჩერებდა შეტყობინების ზუსტ შიფრზე. მაგრამ ალანი მარტო არ ყოფილა. ისტორიის წიგნებმა დამალეს პოლონელი კრიპტოგრაფების სახელი. ისინი იყვნენ პირველები, ვინც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მოპარული ენიგმას მანქანას შეისწავლეს და პირველი საწყისი ალგორითმები შექმნეს. ეს ცოდნა ტიურინგამდე მივიდა. მათ გარეშე ალან ტიურინგიც შეიძლებოდა დროის წინააღმდეგ წაგებულ თამაში ჩარჩენილიყო. 1930-იან წლებში პოლონელმა მათემატიკოსებმა მარიან რეჟევსკიმ, იურზი როჟიცკიმ და ჰენრი ზიგალსკიმ პირველებმა შეძლეს ენიგმას მუშაობის პრინციპის ამოცნობა. მათ ჰქონდათ ცდომა ერთ-ერთი გერმანული ენიგმის აპარატზე. სავარაუდოდ იგი ფრანგულმა დაზვერმა მიაწოდა. მათ შექმნეს ბომბა, პირველი მექანიკური მოწყობილობა, რომელიც კოდების გასატეხად შესაძლო კომბინაციებს ამოწმებდა. მაგრამ როცა გერმანიამ დაამატა მეტი როტორი და დაიწყეს კოდის ყოველდღიური ცვლილება, პოლონური ბომბა აღარ მუშაობდა. 1939 წელს ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე პოლონელებმა თავიანთი ცოდნა გადასცეს ბრიტანეთს და საფრანგეთს. ეს იყო თამაშის შეცვლის წამი. ბრიტანეთში ბლეჩლილ პარკში შეიკრიბა მეცნიერების ელიტა, მათ შორის იყო ალან ტიურინგიც. მან გაიაზრა, რომ საჭირო იყო მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ათასობით კომბინაციას ავტომატურად გადაამუშავებდა. ამიტომ შექმნა ბომბე, გაუმჯობესებული ვერსია პოლონური ბომბისა, რომელიც სწრაფად ამოწმებდა შიფრებს. ტიურინგის ბომბე იყენებდა ეგრეთ წოდებულ კრიპს, წინასწარ გამოცნობილი ფრაზების არსებობას შეტყობინებებში. მაგალითად, გერმანელები ხშირად იწყებდნენ შეტყობინებებს სიტყვებით მეტეოროლოგიური რეპორტი ან ამინდის სახელი. გერმანელები ხშირად გამოიყენებდნენ საყოველთაოდ ცნობილ ნაცისტურ გამოთქმებს, მაგალითად ჰეილ ჰიტლერ, რომ დაეწყოთ მათ კოდირებული შეტყობინებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზები შეიძლება განმეორებულიყო ყოველდღიურად, ისინი ქმნიდნენ კრიპს, იგივე წინასწარ ცნობილ სტრუქტურებს, რომლებიც მოკავშირეებს ეხმარებოდნენ. მოკავშირეებს ეს ფრაზები დაეხმარათ, რადგან შიფრის ამოცნობა უფრო ადვილი იყო, როცა მათ იცოდნენ, რომ გარკვეული სიტყვები შეტყობინებებში აუცილებლად იქნებოდა. ეს კი თავის მხრივ მხარს უჭერდა ბომბეს მექანიზმს, რადგან მათ შეეძლო შიფრირებულ ტექსტში ეძიათ სწორედ ეს შეჩვეული ფრაზები. თუ იცი ერთი ფრაზა, შეგიძლია ამ შიფრის ძირითადი სტრუქტურა გამოავლინო. 1942 წელს მოკავშირეებმა გერმანული წყალქვეშა ნავის U-555-ის დაჭერისას ენიგმას აპარატი და კოდების წიგნი ხელში ჩაიგდეს. ეს იყო კრიტიკული მომენტი. რამდენიმე დღით მათ ზუსტი გასახებები ჰქონდათ შეტყობინებებისთვის. ამან გაამარტივა ბომბის მუშაობა და დაადასტურა შიფრის ალგორითმები. თუმცა, რა თქმა უნდა, საიდუმლო შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონკრეტული მოვლენების წინასწარ ცოდნა. ერთხელ ბრიტანელებმა იცოდნენ, რომ გერმანელები ლივერპულს დაბომბავდნენ. მათ არ გააფრთხილეს არც მოსახლეობა, არც სარდლობა. ლივერპულზე ბომბები დაეშვა
თუმცა ეს უფრო დიდი თამაშის ნაწილი იყო. ეს ყველაფერი სიჩუმეში, დაბომბვის ხმაში დაიცავდა ენიგმას საიდუმლოს. ეს იყო ომი, სადაც ჭკუა ებრძოდა ჭკუასთან და როცა აპარატს ადამიანი შეეჯახა, აპარატი დამარცხდა. ენიგმა უკვე აღარ იყო უკვდავი. მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას. გერმანელებმა ეს არ იცოდნენ. ჰიტლერს ეგონა, რომ მისი შეტყობინებები ისევ დაცული იყო, რომ ყველაფერი შეუვალი იყო და ბოლოს ომის დამთავრდა. დაგეგმილი შეტევები ჩაიშალა, წყალქვეშა ნავები ჩაიწირა და ფრონტის ხაზი მოკავშირეებმა გაარღვიეს. და მაშინ, როცა ყველა მიზეინმა გამარჯვება, ერთი ადამიანი, ვინც ამას საფუძველი დაუდო, სრულიად მარტო დარჩა. ალან ტიურინგი, კაცი, რომელმაც ენიგმა დაამარცხა, საკუთარი ქვეყნის მიერ განადგურდა. იგი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაადანაშაულეს. აიძულეს სამლის მიღება, ფსიქოლოგიური დამცირება, საზოგადოებიდან გარიყვა და ბოლოს თვითმკვლელობა. გერმანული ენიგმა, რომელიც ომს ამშვენებდა, საბოლოოდ განადგურდა. არა იმიტომ, რომ იყო ძლიერი და შეუმცდარი, არამედ იმიტომ, რომ ის სწორედ იმ ადგილზე დამარცხდა, სადაც ადამიანი თავისი გონებით მოქმედებდა, სუსტ წერტილზე, რისი აღმოჩენა მხოლოდ ჯიუტ ყურს და თვალის სიფრთხილეს შეეძლო. ტიურინგმა დაამარცხა არა მხოლოდ ენიგმა, არამედ ის, რასაც არავინ ელოდა. ადამიანმა დაამარცხა აპარატი, ისე როგორც მან დაამარცხა ომი. და მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ხშირად მიიჩნევს მას გმირად, საბოლოოდ ის გადააწყდა ცივ გულებს, რომელმაც არ გაიგეს, რა ძვირფასი იყო ის.